გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი მე დაგიბრუნდით ახალი სიტყვებით. დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიტყვებით დღესასწაულებთან დაკავშირებით. მოდით გადავიდეთ და ვისწავლოთ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის სიტყვები. პირველი რაც დღეს უნდა ვისწავლოთ, ეს არის შობა. შობა გერმანულად არის das Weihnachten. Das Weihnachten შობა. შემდეგი არის das Silvester, რომელიც არის ახალი წლის ღამე, das Silvester. შემდეგი ეს არის das Neujahr, ანუ ახალი წელი და შემდეგი ეს არის das Ostern. Das Ostern, ანუ აღდგომა. ესე იგი შობა არის das Weihnachten. ახალი წლის ღამე ეს არის das Silvester. ახალი წელი ეს არის das Neujahr და აღდგომა ეს არის das Ostern. ახლა კი მოდით ვისწავლოთ თუ როგორ უნდა მიულოცოთ ადამიანებს დღესასწაულები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ. პირველი ჩვენი ფრაზა ეს არის Frohe Ostern. Frohe Ostern, ანუ ეს ნიშნავს გილოცავთ აღდგომას ან ბედნიერი აღდგომა. შემდეგი ეს არის Herzlichen Glückwunsch zum Geburtstag. Herzlichen Glückwunsch zum Geburtstag. ანუ გილოცავ დაბადების დღეს. Herzlichen Glückwunsch zum Geburtstag. შემდეგი ეს არის Wir gratulieren zur Hochzeit. Wir gratulieren zur Hochzeit. ანუ ჩვენ გილოცავთ ქორწილს, ანუ ქორწილს გილოცავთ. Wir gratulieren zur Hochzeit. შემდეგი ეს არის Frohe Weihnachten. Frohe Weihnachten, ანუ ბედნიერი შობა, ან შობას გილოცავთ. შემდეგი ეს არის Alles Gute für euch. Alles Gute für euch, ანუ ყველაფერი საუკეთესო თქვენთვის, ანუ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. შემდეგი ეს არის Ein gutes neues Jahr. Ein gutes neues Jahr, ანუ გილოცავთ ახალ წელს. ესე იგი, ქორწილი გერმანულად არის die Hochzeit. Die Hochzeit. შობა ეს არის das Weihnachten. Das Weihnachten. აღდგომა ეს არის das Ostern. Das Ostern და დაბადების დღე ეს არის der Geburtstag. Der Geburtstag. აქედან die Hochzeit, ან ქორწილი არის მდედრობითი სქესის სახელი, das Weihnachten, das Ostern, შობა და აღდგომა ეს ორი არის საშუალო სქესის არსებითი სახელი და der Geburtstag, ანუ დაბადების დღე ეს არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი. კიდევ როდის აი ადამიანს შეგვიძლია მიულოცოთ, მაგალითად Prüfung bestanden, ანუ გამოცდები ჩააბარა. როცა ვიღაც გამოცდებს ჩააბარებს. Bestanden ნიშნავს ჩააბარა. წარსულშია ეს უკვე და ეს არის ზმნა bestehen, ჩაბარება, ამ ზმნის წარსული ფორმა. Bestehen არის ჩაბარება. Prüfung არის გამოცდები. ტესტები, გამოცდები. Prüfung bestanden, ანუ გამოცდები ჩააბარა და გითხარით რომ bestanden ეს არის ზმნა bestehen, ანუ ჩაბარება, ამ ზმნის წარსული ფორმა. ან მაგალითად Führerschein gemacht, ანუ მართვის მოწმობა აიღო. Gemacht საერთოდ მომზადებას, კეთებას, დამზადებასაც ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში Führerschein gemacht ნიშნავს მართვის მოწმობა აიღო და gemacht არის რომელი ზმნის წარსული? machen. ამ ზმნის წარსული ფორმა არის gemacht, ანუ უკვე აიღო. Führerschein არის მართვის მოწმობა. და ასევე, ნახეთ, ავად გერმანულად არის krank. Krank არის ავად, ეს გამოიყენება ზმნა sein, ყოფნა, sein მაგ ზმნასთან ერთად, მაგალითად ich bin krank, ანუ მე ვარ ავად, მე ავად ვარ, du bist krank, შენ ხარ ავად და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი არის krank, ანუ ავად, მაშინ კიდევ შეგვიძლია იმ ადამიანს ვუთხრათ gute Besserung, ანუ გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. ეს ნიშნავს მალე გამოჯანმრთელდი. Gute Besserung. Gute Besserung.